მოგესალმებით, მე გახლავართ გინეკოლოგი მადონა ჯუღელი. დღეს ვისაუბრებთ იმ აქტუალურ თემაზე, რომელიც აწუხებს ყველა ქალს. ასაკის მიუხედავად, რა თქმა უნდა, პოპულაცია მეტია, როდესაც არის ასაკი 40 წელზე მეტი, თუმცა 40 წლამდე ძალიან ხშირია ეს პრობლემა. ეს არის ვაგინალური სიმშრალე და მასთან დაკავშირებული პრობლემები. რა პრობლემები შეიძლება ითქვას? ეს არის პირადი დისკომფორტი, ანუ ურთიერთობის დროს ტკივილი და ტკივილის გამო შემდგომი უკვე სხვადასხვა დისფუნქციები, რომელსაც დღევანდელ დღეს ასე აქტუალურად და ძალიან ხშირად ვიხსენიებ, ეს არის სექსუალური დისფუნქციები. ასევე ვაგინალური დისბაქტერიოზი, იმიტომ რომ როდესაც მე მაქვს სიმშრალე და ქალს ფაქტიურად ეს მნიშვნელოვნად აუარესებს მის საშოს მჟავე ტოტოვან ბალანსს და აუარესებს მის ფლორის შემადგენლობას, მოდის ასეთი ნოზოლოგია, როგორც არის ბაქტერიული ვაგინოზი. რა არის ბაქტერიული ვაგინოზი? როდესაც არის გამონადენი, შემაწუხებელი გამონადენი, მაგრამ ანთება არ არის. თუმცა ხშირად ერთი ექიმიდან მივდივართ მეორე ექიმთან, კურნალობთ, მაგრამ სამწუხაროდ ეს პრობლემა მაინც რჩება, იმიტომ რომ ვაგინალური სიმშრალეს აქვს თავისი მნიშვნელოვანი მომენტი, რომ იქ არ არის ის სუბსტრატი, რომელიც მოახდენს საშუალებას, რომ ბაქტერიული ფლორა ზოგადად იარსებოს. ანუ მის სიცოცხლის უნარიანობას, რომელიც ქვია ლაქტობაცილების სიცოცხლის უნარიანობას მკვეთრად აუარესებს. გამოსავალი არის დღევანდელ დღეს ალტერნატიული ჰორმონოთერაპიის მედიკამენტი, ანუ არahormonალური პრეპარატი, ეს არის ჰიალურონის მჟავა. დღევანდელ დღეს არის ასეთი თანამედროვე ესეთი ჭკვიანი მოლეკულა, რომელმაც მოახდინა ის, რომ კვირაში 3 ჯერ გამოიყენება. ეს არის ჰიალოგინი, თავისი გელის და სანთლის სახით. მას აქვს უნარი, რომ ფაქტობრივად არ დაიშალოს და გამოიყოს ნელა, ანუ იმიტომაც შეიძლება გამოიყენოთ კვირაში 2 ჯერ ან 3 ჯერ. ასევე აქვს საინტერესო კიდევ ერთი ფუნქცია, რომ აქვს ანტიბაქტერიალური ეფექტი თავისი შემადგენელი ნაწილით და კიდევ საინტერესო, რაც დღევანდელ დღეს ყველასთვის მნიშვნელოვანია, ეს არის FDA აღიარება. როდესაც პრეპარატი აღიარებულია საერთაშორისო ბაზარზე. როდის შეიძლება ვიხმაროთ ეს პრეპარატი? როდესაც გვაქვს სიმშრალე ყველანაირი ტიპის. ეს არის ხშირი სექსუალური ურთიერთობა, ჰორმონალური დეფიციტი, ანუ ესტროგენის დეფიციტი, შეიძლება იყოს როგორც სხვადასხვა ჰორმონალური დარღვევების დროს, თუნდაც ჰიპერპროლაქტინემიის დროს, როდესაც არის დისფუნქცია საკვერცხეების, ეს შესაძლებელია, შეიძლება იყოს სხვადასხვა პათოლოგიების დროს, თუნდაც ფარისების პათოლოგიის დროს და ირღვევა ეს ბალანსი ესტროგენის და პროგესტერონის და ხშირად არის ხოლმე ასევე ჰიპერანდროგენული მდგომარეობები, სადაც ესტროგენ დეფიციტის მდგომარეობა არის და ასევე როდესაც ნაადრევი მენოპაუზა, ან განლევა, ნაადრევი და პერიმენოპაუზალური პერიოდი, როცა უბრალოდ ქალს აქვს დისკომფორტი, თუმცა მენსტრუალური ციკლი მას აქვს და ჯერჯერობით ფაქტობრივად როგორც აისბერგი გვევლინება ვაგინალური სიმშრალით.